ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, სახაროვის პრემიის ლაურეატი ჟურნალისტის მზია ამაღლობელის ერთწლიან პატიმრობას ეხმაურება და ამბობს, რომ ქართული ოცნების ლიდერებისთვის სანქციების დაწესება აუცილებელია. ჯორჯ ბუშის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა მზია ამაღლობელის პატიმრობის გარემოებებსა და ასევე საქართველოში მიმდინარე უწყვეტ პროდასავლურ პროტესტს მიმოიხილავს. ტექსტში ნათქვამია, რომ შტატებმა ევროკავშირთან ერთად ოცნების ლიდერებს სანქციები უნდა დაუწესოს. მზია ამაღლობელი, რომელიც არაერთი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ პოლიტპატიმრად მიიჩნევა, ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსისთვის ირაკლი დგებუაძისთვის გაწნული სილის გამო 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს. მას მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირთან ერთად უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოს მოქალაქეების მნიშვნელოვან უმრავლესობას, რომლებიც ცდილობენ ქვეყნის დასავლეთთან დაახლოებას. მიუხედავად მმართველი პარტიის ქართული ოცნების მცდელობისა, დააშოროს საქართველოს შეერთებულ შტატებსა და ევროპას. აუცილებელია გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის საქართველოს ლიდერებისთვის სანქციების დაწესება, დემოკრატიული პროცესებისა და ინსტიტუტების შერყევის გამო, რათა დაცულ იქნას ძირითადი თავისუფლებები სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის შევიწროების ფონზე. საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერა საუკეთესო გზაა ქვეყნის სუვერენიტეტის ძლიერებლად რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მავნე გავლენების წინააღმდეგ, რასაც მთავრობა ქართული ოცნების ხელმძღვანელობით მიესალმება.